ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს. ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა გაიმართა. გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები ბრიტანეთის მთავრობისგან განმარტებებს ითხოვდნენ. რატომ არ ასანქცირებენ პირებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ასუსტებენ? ივანიშვილმა დაუცნებამ სახელმწიფო მიიტაცა, აცხადებენ პარლამენტარები. დეპუტატ ფილ ბრიკელის თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების არარსებობა, მათ შორის მაგნიცკის აქტით, არასწორ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატიულ რეჟიმებს მსოფლიოში. სახალხო დღეებში მოქალაქეებს სასურსათო მაღაზიებში 50-დან 75 თეთრამდე გაძვირებული კვერცხი დახვდათ. VPN-ი წერს, რომ 10-ცალიანი კვერცხის შეფუთვა, რომელიც 4 ლარი ღირდა, ახლა 4 ლარი და 75 თეთრი ღირს. 6 ლარი და 50 თეთრი გახდა შედარებით მაღალი კატეგორიის კვერცხი. ვენესუელამ არაერთი ცნობილი პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, ინფორმაციას ალ-ჯაზირა ავრცელებს. გამოცემა ამქმედება შტატების მიმართ დათმობად აფასებს. გათავისუფლებულებს შორის არიან უცხოელებიც. ტრამპი თანახმა უკრაინის სამომავლო თავდაცვაში ჩაერთოს ამის შესახებ მან ნიუ-იორკ ტაიმსთან ინტერვიუს დროს მიანიშნა. ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში რუსეთი აღარ შეეცდება უკრაინაში შეჭრას.